დიდი მადლობა დამსწრე საზოგადოებას, დელეგატებს, გავლენიან ადამიანებს, მედიას, განსაკუთრებული მადლობა მიუნხენის კონფერენციის მასპინძლებს, მათ შესანიშნავი ღონისძიების ჩატარება უზრუნველყვეს. მოხარული ვართ, რომ ვიმყოფებით თქვენთან ერთად. ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც მე დღეს საუბარი მსურს, გახლავთ ჩვენი საერთო ღირებულებები. მიხარია გერმანიაში დაბრუნება. ალბათ იცით, რომ მე აქ გასულ წელსაც ვიყავი სენატორის რანგში. შევხვდი გაერთიანებული სამეფო საგარეო მდივანს და გავიხუმრეთ, რომ წელს ორივეს უკვე სხვა სამსახური გვაქვს. ახლა კი დროა, რომ ჩვენმა სახელმწიფოებმა, ჩვენ, ვისაც ხალხმა მოგვცა პოლიტიკური ძალა, გამოვიყენოთ ეს ძალა სწორედ ხალხის საკეთილდღეოდ. აქ ყოფნისას მომეცა საშუალება, რომ ქალაქშიც გავსულიყავი. კონფერენციის კედლებს მიღმა, მე გაოცებული ვარ გულითადი მასპინძლობით, მიუხედავად გუშინდელი საშინელი თავდასხმისა. მიუნხენში პირველად ჩემს მეუღლესთან ერთად ჩამოვედი. ის დღესაც აქ არის ჩემთან ერთად. ჩემი პირველი ვიზიტი იყო პირადი. მე ყოველთვის მიყვარდა ეს ქალაქი და მისი ხალხი. სურს მოგისამძიმროთ ეს ტრაგედია. ამ ულამაზესი ქალაქის საზოგადოებას დიდი წუხილი დაატყდა თავს და ჩვენ ამ ტკივილს ვიზიარებთ. ლოცულობთ თქვენთვის, გქონდეთ ჩვენი მხარდაჭერის იმედი. იმედია, ეს აპლოდისმენტების ბოლო წყება არ არის დღეს. ჩვენ ამ კონფერენციაზე უსაფრთხოების განსახილველად შევიკრიბეთ. როგორც წესი, საუბარი ეხება გარე მტრულ ძალებს. მე ვხედავ ბევრ ღვაწლმოსილ სამხედრო მეთაურს. მიუხედავად ამისა, ტრამპის ადმინისტრაცია მეტად დარდობს ევროპის უსაფრთხოებაზე. მას სჯერა, რომ შესაძლებელია რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის გონივრული შეთანხმების მიღწევა. ამავე დროს გვჯერა, რომ მნიშვნელოვანია ევროპის მიერ მომავალ წლებში საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფა უფრო დიდი წვლილის შეტანა. ევროპასთან დაკავშირებით უდიდესი საფრთხე არც რუსეთია და არც ჩინეთი. ეს საფრთხე, ჩემი აზრით, არა გარედან არის მართული, არამედ შიგნიდან. ევროპის მიერ ფუნდამენტური ღირებულებებიდან გადახვევა. იმ ღირებულებების უარყოფა, რომელიც მას ამერიკის შეერთებულ შტატებთან აერთიანებს. მე ელდამეცა, როდესაც ვიხილე ყოფილი ევროკომისრის ინტერვიუ. ის კმაყოფილებას ვერ მალავდა, რომ რუმინეთში შემდგარი არჩევნების შედეგები გაუქმდა. მან გაგვაფრთხილა, რომ თუ საქმე შესაბამისად არ წავა, იმავეს ვიხილავთ გერმანიაშიც. ასეთი აგდებული განცხადებები შოკის მომგვრელია ამერიკელისთვის. წლებია გვეუბნებიან, რომ ყველაფერი, რასაც ვაფინანსებთ და მხარს ვუჭერთ, არის სწორედ ჩვენი, საერთო დემოკრატიული ღირებულებების სახელით დაწყებული უკრაინით დამთავრებული ციფრული ცენზურით. არის შექმნილი დემოკრატიის დაცვის მიზნით, მაგრამ, როდესაც ვხედავთ ევროპული სასამართლოების მიერ არჩევნების შედეგების გაუქმებას, ევროპელი მაღალჩინოსნების მიერ მომდევნო არჩევნების გაუქმების მუქარას, ამავე დროს საჭიროა ვიკითხოთ, არის თუ არა ეს შესაბამისი სტანდარტი. მე ვამბობ ჩვენ, რადგან მჯერა, რომ ერთი გუნდის წევრები ვართ. დემოკრატიულ ღირებულებებზე საუბარზე მეტად საჭიროა დემოკრატიულად ცხოვრება. აქ მყოფთაგან ბევრს გახსოვთ, რომ ცივი ომი შემდეგს ეხებოდა. დემოკრატიის დაცვას კონტინენტზე გაცილებით უფრო ტირანული ძალებისგან ერთი მხარე ამ ბრძოლაში აჩუმებდა დისიდენტებს, ხურავდა ეკლესია მონასტრებს, აუქმებდა არჩევნებს. ისინი ვინ იყვნენ? კარგი მხარე? თავისთავად არა. მადლობა ღმერთს, რომ მათ ცივი ომი წააგეს. მათ წააგეს ცივი ომი, ვინაიდან ისინი პატივს არ სცემდნენ თავისუფლების მიერ მოტანილ არაფერ დადებითს, მოულოდნელობის, სიურპრიზის თავისუფლებას, შეცდომის დაშვების თავისუფლებას, გამოგონებას, მშენებლობას. როგორც აღმოჩნდა, არ შეიძლება ვინმეს მიანიჭო ინოვაციის ან გნებავთ შემოქმედების უფლება. შეუძლებელია აიძულო ხალხი რა იფიქრონ, რა იგრძნონ და რა სწამდეთ. ეს ყველაფერი კავშირშია. სამწუხაროდ, დღეს, როდესაც მე ევროპას ვუყურებ, ბუნდოვანია თუ რა ბედი ეწია ცივ ომში გამარჯვებულთა შორის ზოგიერთს. ხედავ ბრიუსელს, სადაც ევროპელი კომისრები მოქალაქეებს აფრთხილებენ, რომ აპირებენ კრიზისის დროს სოციალური მედიის ჩახშობას. როგორც კი თავად ჩათვლიან, რომ საქმე აქვთ ბრჭყალებში სიძულვილთან. აქ, გერმანიაში, პოლიცია მოქალაქეების წინააღმდეგ რეიდებს აწყობს ანტიფემინისტური განცხადებების ინტერნეტში გამოქვეყნებისთვის. ისინი ებრძვიან მოგონილ მიზოგენიაში. რა ხდება შვედეთში? 2 კვირის წინ ხელისუფლებამ ქრისტიან აქტივისტს მსჯავრი დასდო. საქმე კი შემდეგშია. ბრალდებული ყურანის დაწვაში მონაწილეობდა. ეს ინციდენტი საბოლოო ჯამში მისი მეგობრის მკვლელობით დასრულდა. მოსამართლემ კი განაცხადა, რომ შვედეთის კანონმდებლობა, რომელიც ვითომ გამოხატვის თავისუფლების დაცვის პრინციპებზეა მორგებული, თურმე არ უზრუნველყოფს ამ თავისუფლებას. მე ვიმეორებ შვედი მოსამართლის სიტყვებს. არ უზრუნველყოფს უსაფრთხოებას, როდესაც ამბობ, ან აკეთებ ისეთ რამეს, რამაც
შეიძლება რომელიმე ჯგუფის მრწამსი დააკნინოს. ყველაზე მეტი შეშფოთებით კი ჩვენს ძვირფას მეგობრებს გაერთიანებულ სამეფოს ვადევნებ თვალს, სადაც სინდისით ნაკარნახებმა კანონმდებლობის უკან დახევამ მორწმუნე ბრიტანელთა უფლებები განსაკუთრებით შეწყვიტა. 2 წლის წინ გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლებამ საშინელი ბრალი დასდო ადამ სმით კონორს, 51 წლის ფიზიოთერაპევტს, ვეტერანს, 50 მეტრის დაშორებით აბორტის კლინიკიდან დგომისა და ჩუმად ლოცვის მიზეზით. მას არავინ შეუწუხებია, არავის გასაუბრებია. უბრალოდ თავისთვის ლოცულობდა. ბრიტანელმა სამართალდამცველებმა ის შეამჩნიეს და ჰკითხეს, რისთვის ლოცულობდა. ადამმა კი უპასუხა, რომ ის მისი დაუბადებელი შვილის ადამისთვის ლოცულობდა, რომელიც ის და მისმა შეყვარებულმა რამდენიმე წლის წინ დაკარგეს. ოფიცრებზე ამას დიდი შთაბეჭდილება არ მოუხდენია და ის დღეს მსჯავრდებულია მთავრობის მიერ მიღებული ეგრეთ წოდებული ბუფერული ზონების კანონით, რომელიც დანაშაულად აცხადებს ლოცვას და სხვა ქმედებებს, რომელმაც შესაძლოა აბორტის კლინიკაში მყოფზე გავლენა იქონიოს. მას 1000-ობით ფუნტის გადახდა მოუწია. ძალიან მინდა მჯეროდეს, რომ ეს ერთეული შემთხვევაა. კანონის ცუდი და შეშლილი ინტერპრეტაცია ერთი ადამიანის წინააღმდეგ ჩადენილი შეცდომა, მაგრამ ეს ასე არ გახლავთ. რამდენიმე თვის წინ შოტლანდიის ხელისუფლებამ იმ მოქალაქეებს, რომელთა სახლებიც ეგრეთ წოდებული უსაფრთხო წვდომის ზონების სიახლოვესაა, გაუგზავნა მითითება, რომ თავი შეიკავონ საკუთარ სახლშიც კი ლოცვისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს შესაძლოა უკანონო ქმედებად ჩაითვალოს. ხელისუფლებამ ამავე დროს მოუწოდა მოქალაქეებს ამცნონ შესაბამის უწყებებს თანამოქალაქეთა მიერ ამ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში. დიდ ბრიტანეთსა და ევროპაში სიტყვის თავისუფლება უკან იხევს. ვაღიარებ, რომ ხანდახან ცენზურისკენ ყველაზე ხმამაღალი მოწოდებები ხშირად არა ევროპიდან, არამედ ჩემი ქვეყნიდან ისმოდა. გასულმა ადმინისტრაციამ დეზინფორმაციასთან ბრძოლის სახელით სოციალური მედიის კომპანიებს ცენზურისკენ უბიძგა. დეზინფორმაცია უწოდეს მაგალითად კორონავირუსის ჩინური ლაბორატორიიდან წარმოშობის შესახებ თეორიას. ჩვენივე სახელმწიფოს ხელისუფლება მოუწოდებდა კერძო კომპანიებს, რომ რაც დღეს უკვე დადასტურებულია, იმის თაობაზე ისაუბრონ. მე დღეს თქვენთან მოვედი არა მხოლოდ ჩემი დაკვირვების გაზიარების მიზნით, არამედ ასევე შეთავაზებით, ისევე როგორც ბაიდენის ადმინისტრაცია ცდილობდა გაეჩუმებინა ხალხი. ტრამპის ადმინისტრაცია აპირებს გააკეთოს ზუსტად საპირისპირო. იმედი მაქვს, რომ ამ თვალსაზრისით ვითანამშრომლებთ. ვაშინგტონში ახალი შერიფია დონალდ ტრამპის მეთაურობით შესაძლოა რიგ საკითხებში განსხვავებული აზრი გქონდეს, მაგრამ ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს უფლებას, რომ თქვენივე შეხედულებები ნებისმიერ ადგილას გამოთქვათ, განურჩევლად იმისა, ვთანხმდებით თუ არა. ამჟამინდელი ვითარება იმდენად მძიმეა, რომ რუმინეთში ადგენენ და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები უბრალოდ გააუქმეს. ამ გადაწყვეტილებას კი საფუძვლად სადაზვერვო სააგენტოს მყიფე ეჭვი დაედო. მეზობელი სახელმწიფოების უდიდესი ზეწოლის მხარდამხარ. მე რამდენადაც ვიცი, მთავარი არგუმენტი ამ არჩევნების შედეგების გაუქმებისა იყო რუსული დეზინფორმაციის კამპანია. მე ვთხოვ ჩემს ევროპელ კოლეგებს, ჰქონდეთ შემდეგი თვალსაზრისი. შეგიძლია გჯეროდეს, რომ არასწორია არჩევნებზე ზემოქმედების მიზნით რუსეთის მიერ სოციმედიაში რეკლამის შეძენა. ჩვენ ასე ვფიქრობთ, ეს ყველგან შეგიძლიათ დაგმოთ, მაგრამ თუ თქვენი დემოკრატიის განადგურება რამდენიმე 1000 დოლარით არის შესაძლებელი ციფრული რეკლამით სხვა სახელმწიფოების მიერ, მაშინ თქვენი დემოკრატია არც თუ ისე ძლიერი ყოფილა. კარგი სიახლე ის გახლავთ, რომ მიმაჩნია, რომ თქვენი დემოკრატიები გაცილებით უფრო ნაკლებად მსხვერპლადია, ვიდრე ბევრს ეშინია. ჯერა რომ ჩვენს მოქალაქეებს თუ მიეცემათ საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალება, მათ მხოლოდ გააძლიერებს. დავუბრუნდეთ მიუნხენს. ამ კონფერენციის ორგანიზატორებმა დაბლოკეს პოპულისტები კანონმდებლები, როგორც მემარცხენე, ასევე მემარჯვენე ფლანგიდან. ვიმეორებ, ჩვენ არ არის აუცილებელი, რომ თანხმდებოდეთ რაიმესთან დაკავშირებით, რასაც ხალხი ამბობს, მაგრამ როდესაც საქმე ეხება მანდატს და ხალხის წარმომადგენელს, დიალოგი ჩვენი ვალია. ატლანტის ოკეანის მეორე მხარეს ბევრს ეჩვენება, რომ საქმე გვაქვს ძველ ინტერესებთან. ეს ინტერესები კი დამალულია ისეთი მახინჯი და საბჭოთა სიტყვების მიღმა, როგორებიცაა დეზინფორმაცია. მათ კი უბრალოდ არ მოსწონთ, რომ ვინმეს შესაძლოა განსხვავებული შეხედულება ჰქონდეს. კიდევ უარესი ხმა განსხვავებული გემოვნებით მისცეს, ან საერთოდ საშინელება თუ მოხდა და მეორე მხარემ გაიმარჯვა არჩევნებში. ეს გახლავთ უსაფრთხოების კონფერენცია და აქ
ყველა შევიკრიბეთ იმაზე სასაუბროთ, თუ როგორ შეიძლება რომ გაზარდოთ თავდაცვითი ხარჯები ახლო მომავალში. ეს კარგია, როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა მკაფიოდ განაცხადა. ჩვენმა ევროპელმა მეგობრებმა გაცილებით უფრო დიდი როლი უნდა შეასრულონ ამ კონტინენტის მომავალში. მე არ მომწონს ტერმინი ტვირთის გაზიარება, მაგრამ ალიანსის წევრობის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომ ევროპელებმა უფრო მეტი ძალისხმევა ჩადონ, მაშინ, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების ყურადღება მიპყრობილია მსოფლიოს სხვა საფრთხეში მყოფი კუთხეებისკენ. ამავე დროს მაინტერესებს, როგორ აპირებთ თავდაცვითი ბიუჯეტის ჩამოყალიბებას, როდესაც არ ვიცით, რას ვიცავთ. ბევრი საინტერესო საუბარი მქონდა და ხშირად საუბრობენ თუ რისგან არის თავდაცვა საჭირო და ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩემთვის და ბევრი ევროპელი მოქალაქისთვის ცოტათი გაუგებარია, რისთვის იცავთ თავს. რა არის ის დადებითი საერთო ხედვა, რომელიც სულდგმულობს უსაფრთხოების ამ პაქტში? რა არის ის, რისიც ასე გვწამს? მე მწამს, რომ არ არსებობს უსაფრთხოება, როდესაც გეშინია შენი ხალხის ხმისა და სინდისის. ევროპა ბევრი საფრთხის წინაშეა, მაგრამ ამ ეტაპზე კონტინენტი და ჩვენ ერთად ვართ ჩვენს მიერვე შექმნილი კრიზისის წინაშე. შენი ამომრჩევლის თუ გეშინია, ამერიკა ვერაფერს გიშველის. ვერც იმ ხალხისთვის გააკეთებთ რამეს, ვინც მე და პრეზიდენტი ტრამპი აგვირჩია. ამერიკა თქვენთვის არაფერს გააკეთებს. თქვენ გესაჭიროებათ დემოკრატიული მანდატი, რომ რამეს მიაღწიოთ ახლო მომავალში. საპირისპირო შემთხვევაში გველის არასტაბილური შედეგები. ამავე დროს კი ბევრია შესაძლებელი სწორედ ისეთი დემოკრატიული მანდატით, რომელიც გვესახება. თუ თქვენ აპირებთ ისარგებლოთ კონკურენტუნარიანი ეკონომიკებით, თუ აპირებთ ისარგებლოთ ხელმისაწვდომი ენერგიით და უსაფრთხო მიწოდების ჯაჭვით, მაშინ გჭირდებათ მართვის მანდატები. ამიტომ ამ ყველაფრით სარგებლობისთვის რთული გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ძალიან კარგად გვესმის ამერიკაში. თქვენ ვერ მოიპოვებთ დემოკრატიულ მანდატს ოპონენტების ცენზურით ან ციხეში ჩასმით. იქნება ეს ოპოზიციის ლიდერი, თავმდაბალი ქრისტიანი, რომელიც საკუთარ სახლში ლოცულობს, თუ ჟურნალისტი, რომელიც ცდილობს გააშუქოს ახალი ამბები. ამას ვერც თქვენი ძირითადი ელექტორატის უგულებელყოფით მოიპოვებთ. ისეთი შეკითხვების დასმით, როგორიცაა, ვის აქვს უფლება გახდეს ჩვენი საერთო საზოგადოების ნაწილი, ყველა დაძაბულობის გამოწვევების გათვალისწინებით, რომლებსაც აქ წარმოდგენილი ერები აწყდებიან, მე მჯერა, რომ მასობრივი მიგრაციაზე უფრო აქტუალური არაფერია. დღეს ამ ქვეყანაში მცხოვრები თითქმის ყოველი მეხუთე ადამიანი საზღვარგარეთიდან გადმოვიდა. ეს, რა თქმა უნდა, ყველა დროის უმაღლესი მაჩვენებელია. მსგავსი რიცხვია შეერთებულ შტატებშიც, ასევე ყველა დროის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მხოლოდ 2021-2022 წლებში გაორმაგდა იმ ემიგრანტების რაოდენობა, რომლებიც ევროკავშირში არა ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან შევიდნენ. რა თქმა უნდა, მას შემდეგ ეს მაჩვენებელი ბევრად გაიზარდა. ჩვენ ვიცით, რომ ეს ვითარება არსაიდან არ წარმოჩენილა. ეს არის 10 წლეულების განმავლობაში მთელი კონტინენტის მასშტაბით და მის მიღმა სხვადასხვა პოლიტიკოსების მიერ მიღებული გააზრებული გადაწყვეტილებების შედეგი. ამ გადაწყვეტილებების შედეგად გამოწვეული საშინელება სწორედ ამ ქალაქში ვიხილეთ და რა თქმა უნდა არ შემიძლია ამაზე ხელახლა საუბარი იმ სხვერპლებზე ფიქრის გარეშე, რომლებსაც მიუნხენში მშვენიერი დღე გაუნადგურეს. ჩვენი აზრები და ლოცვები მათთან არის და ასეც იქნება. მაგრამ რატომ მოხდა ეს? ეს საშინელი ამბავია, მაგრამ ეს არის ამბავი, რომელიც უკვე ძალიან ბევრჯერ ვიხილეთ ევროპაში და სამწუხაროდ ძალიან ბევრჯერ შეერთებულ შტატებშიც. ამ კონტინენტზე არც ერთი ამომრჩეველი არ მისულა უბანზე მილიონობით მიგრანტისთვის საზღვრების უკონტროლო გახსნისთვის მხარდასაჭერად. ბრიტანეთში კი ბრექსიტი აერჩიეს. მთელი ევროპის მასშტაბით ირჩევენ ლიდერებს, რომლებიც უკონტროლო მიგრაციის შეჩერებას პირდებიან. შეიძლება არ დამეთანხმოთ, მაგრამ მჯერა, რომ ადამიანების უმრავლესობას ადარდებს საკუთარი სახლი, მიზნები, უსაფრთხოება. უნდათ ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ გამოკვებონ ოჯახი. ადამიანები გონიერები არიან. სწორედ ეს ვისწავლე პოლიტიკაში. მიუხედავად იმისა, თუ რას ფიქრობენ ამაზე დავოსში, რამდენიმე მთის იქით ჩვენი საზოგადოების წევრებს თავი განათლებულ ცხოველებად არ მიაჩნიათ. გლობალური ეკონომიკის ჭანჭიკებად და არავის სურს იყოს ლიდერების მიერ იგნორირებული მასა. დემოკრატიის საქმეა პასუხი გასცეს ამ კითხვებს. მიმაჩნია, რომ ხალხისთვის ზურგის შექცევა, მედიის, არჩევნების გაუქმება, ხალხის პოლიტიკური პროცესისგან გამოთიშვა დემოკრატიის განადგურების წინაპირობაა. ხმის ამაღლება და განსხვავებული აზრი არჩევნებში ჩარევას არ გულისხმობს, თუნდაც ეს გავლენიანი ადამიანი იყოს საზღვრებს მიღმა. თუ კი ამერიკულმა დემოკრატიამ გრეტა თურნბერგს გაუძლო 10 წელი,
თქვენს გაუძლებთ ილონ მასკს რამდენიმე თვე. ვერც გერმანული, ვერც ამერიკული, ვერც ერთი დემოკრატია ვერ გაუძლებს საკუთარი ამომრჩევლისთვის ზურგის შექცევას. დემოკრატია ეფუძნება წმინდა პრინციპს, რომლის თანახმადაც ხალხი მნიშვნელოვანია. არ არის ზღუდეების ადგილი, ან ამ პრინციპს იცავ, ან არა. ევროპელ ხალხს აქვს ხმა, ევროპელ ლიდერებს კი არჩევანი. მე მჯერა, რომ მომავლის არ უნდა გვეშინოდეს, უნდა მიიღო ხალხის აზრი, თუნდაც მოულოდნელი, მიუღებელიც. ამ შემთხვევაში მომავალს შეხედავთ თავდაჯერებით, ვინაიდან გეცოდინებათ, რომ ერი ზურგს გიმაგრებთ. ეს არის დემოკრატია. დემოკრატია არ არის მხოლოდ ქვის შენობები და სასტუმროები, არც ის ინსტიტუტები, რომლებიც ერთად შევქმნით. ჩვენ გვჯერა, რომ დემოკრატია გულისხმობს რწმენას, რომ ყველა მოქალაქე არის ბრძენი და ამას გააჩნია აზრი. ამ აზრისთვის ზურგის შექცევის შემთხვევაში კი ყველაზე წარმატებული ბრძოლაც ცოტას თუ მოიტანს. იოანე პავლე მეორე, დემოკრატიის ერთ-ერთმა უდიდესმა ჩემპიონმა თქვა: ნუ გეშინიათ, საკუთარი ხალხის არ უნდა გვეშინოდეს მაშინაც კი, როდესაც მათი აზრი ხელისუფლების აზრისგან განსხვავდება. დიდი მადლობა. God bless you.